კულტურის სიახლეები ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი 3 დღის განმავლობაში აჭარული ცეკვის მასტერკლასს მასპინძლობდა პროექტის მონაწილეებისთვის მასტერკლასები ხულოს ეთნოფოლკლორული ანსამბლის ხელგაშლილას წევრებმა გამართეს. 3დღიანი მასტერკლასის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. შორნა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. აჭარული ტრადიციული ყოფის თანამგზავრი ჭიბონის ხმა 3 დღია ფოლკლორის ცენტრის დარბაზის სივრცეს იპყრობს. რაც იმის მაუწყებელია, რომ ქართული ცეკვის მორიგი მასტერკლასი აჭარულ ცეკვას ეძღვნება. თითოეული მოძრაობა აჭარელი ხალხის ხასიათს, ყოფა ცხოვრებასა და ისტორიას აცოცხლებს. ოსტატობის გაკვეთილების მონაწილეებს ყველაზე ხელგაშლილი ფოლკლორული ანსამბლის წევრები მასპინძლობენ. სპეციალურად მასტერკლასისთვის თბილისში, ხულოში ახლად შექმნილი ეთნოფოლკლორული ანსამბლის ხელგაშლილას სრული შემადგენლობა ჩამოვიდა. მე ხელმძღვანელობდი ამ ექსპედიციას და ვიპოვე ეს ეთნოფორები სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებია და შევკარით ჯგუფი. ჩვენ ვიცავთ ქორეოგრაფიულ დიალექტს სხვადასხვა სოფლების. აჭარული საცეკვაო ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშების აღმოჩენა და თაობებისთვის გადაცემა ეს ქართული ცეკვის მასტერკლასების პროექტის მთავარი მისიაა. ამ მისიაში ამჯერად ანსამბლ ხელგაშლილას სხვადასხვა პროფესიის გამორჩეული მოცეკვავეები ჩაერთნენ. ის, რასაც წინაპრები ცეკვავდნენ, დღემდე ავთენტიკური შესრულებით შეინარჩუნეს, როგორც აჭარული ცეკვისა და სიმღერის დიდი მემკვიდრეობის მცველებმა. საცეკვაო ფოლკლორს გამოაჩენს ძველი ამოღებული, რასაც ჩვენი წინაპრები ცეკვავდნენ ნამდვილად. ხელგაშლილი არის გაშლილი ხელებით მარჩვენ, გვიყვარს სტუმარი. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, რომ ჩემს უკან მდგომ მომავალ თაობაში სწორედ აქედან გადავიტანო რაღაცები. აჭარული ცეკვის გაკვეთილების შემდეგ ანსამბლი ხელგაშლილა პორტუგალიაში პირველ გასტროლზე მიემგზავრება. შემოდგომაზე კი ფოლკლორის ცენტრი მურიგ მასტერკლასზე გურული ცეკვის მასპინძელი იქნება.